მოგესალმებით. წარმოგიდგენთ მაღაზია ტაქტიკალში არსებულ ფილის მატარებელი პლატფორმას. ეს არის უკრაინული კომპანია ემტაკის წარმოების თანამედროვე მოდულური კონსტრუქციის ფილის მატარებელი პლატფორმა. ამ კონკრეტული ნიმუშის მეორე თაობა არის ამ შემთხვევაში წარმოდგენილი. ეს კონკრეტული ჟილეტი თავდაპირველად რაც მინდა რომ თქვა, გატესტილი არის, გამოცდილი არის უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში, როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფში, ასევე უკრაინის სპეცოპერაციების ძალებში, როგორც საარმიო ქვედანაყოფებში, ასევე გამოიყენება საპოლიციო სპეცდანიშნულების რაზმებში, გამოიყენება გურის სპეცდანიშნულების რაზმებში აქტიურად და ასევე SBU-ს სპეცდანიშნულების რაზმებში. ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და საუკეთესო მოდელი არის, რაც დღესდღეობით იწარმოება უკრაინაში სხვადასხვა კომპანიების მიერ. კონკრეტული ჯავშანჟილეტის სახეობა, ანუ ფილის მატარებელი პლატფორმა არის ნახევრად მინიმალისტური კონსტრუქციის, კონფიგურაციის და აქვს, რა თქმა უნდა, კლასიკური ფილის მატარებელი სისტემისთვის დამახასიათებელი კონსტრუქცია. წინა და უკანა პანელები ერთმანეთთან დაკავშირებული არის მზიდი სამხრეებით, რომელიც დამატებით აღჭურვილი არის დამარბილებით, რომ დიდი ხნის ტარების დროს, დიდი ხნის ექსპლუატაციის შემთხვევაში, სიტყვაზე რამდენიმე დღის განმავლობაში მხრებს, ასე ვთქვათ, დაზიანება არ მიაყენოს ამ კონკრეტულმა ლენტებმა, რომლითაც დამზადებული არის სამხრეები. წინა და უკანა პანელის შემაერთებელი, გვერდულა შემაერთებელი ასევე არის კამერბანდის კონსტრუქციის, ეს არის კონკრეტულად კამერბანდი ფილის მატარებელი ნახევრად მინიმალისტური კონსტრუქციის კონფიგურაციის ფილის მატარებელი პლატფორმისთვის შექმნილი და დაპროექტებული და შესაძლებელია ესეთი კამერბანდები დამაგრდეს სხვა ფილის მატარებლებზე და ასევე ამ კონკრეტულ ფილის მატარებლებზე დამაგრდეს სხვა ტიპის კამერბანდი, შევსებული კამერბანდი, რომელშიც სიტყვაზე დამატებით ბალისტიკური ფენა და გვერდითა პატარა ჯავშანფილა შეიძლება მოთავსდეს. ამ შემთხვევაში წარმოდგენილი არის ჩონჩხისებური კონსტრუქციის მინიმალისტურ კონფიგურაციაში. წინა და უკანა პანელი და ასევე კამერბანდები დაკომპლექტებული არის, აღჭურვილი არის 360 გრადუსიანი მოლე სისტემით. მოლე არის როგორც უნივერსალური სამაგრი სისტემა, რომელზეც თავსებადიადი მეკნაკლებად ყველა, ასე ვთქვათ, თანამედროვე აღჭურვილობა, მჭიდჩანთები, ხეყუმარების ჩანთები, რაციის პატარა ჩანთუკები, ჯიბეები და ასე შემდეგ, მეტნაკლებად ის აღჭურვილობის ელემენტები, რომელიც დღესდღეობით გვხვდება და გამოდის აღჭურვილობის მსოფლიო ბაზარზე. წინა ნაწილში პანელი აღჭურვილი არის ლაზერული ჭრის მოლე სისტემით, ზედა ნაწილში ველკრო აქვს დატანებული მოლეზე და აქვს ესეთი პატარა ჯიბე, ესეთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნივთების, ან სიტყვაზე ტელეფონის, სმარტფონის, მობილური ტელეფონის შესანახად, დოკუმენტაციის შესანახად, საბუთების და ასე შემდეგ. თვითონ ჯიბის მარჯვენა და მარცხენა ნაწილზე დატანებული ესეთი ვერტიკალური ფიქსაციის საკიდის სისტემა, რომელზეც ამ შემთხვევაში, ამ ჟილეტის შემთხვევაში ეკიდება, მაგრდება წინა მოსახსნელი პანელი. ბევრ სხვადასხვა ფილის მატარებელზე წინა პანელი დაკერებული არის და მოხსნას არ ექვემდებარება. მასზე დამაგრებული მჭიდჩანთები ცალკეულად უნდა იქნეს დამაგრებული და სიტყვაზე სწრაფ შეცვლას არ ექვემდებარება. ამ შემთხვევაში ჟილეტს აქვს ფუნქცია, რომ წინა პანელი ძალიან სწრაფად იქნას მოხსნილი აი ამ კონკრეტული წერტილებიდან და მაფიქსირებელი ველკროდან, რომელიც პრაქტიკულად ძალიან მჭიდროდ აფიქსირებს პანელს. ეს პანელები რამდენიმე ტიპის შეგვიძლია ჩვენ გქონდეს, სხვადასხვა ტიპის შაშხანაზე მორგებული, სიტყვაზე პისტოლეტური ამხრივი სამჭიდრებით შეგვიძლია დავაკომპლექტოთ ავტომატის სამჭიდრებით, ან სიტყვაზე დავაკომპლექტოთ 300 კალიბრის შაშხანის შედარებით დიდი ზომის სამჭიდრებით და სრული შემთხვევაში სწრაფად მოხდეს გამოსვლა. ესეთი კონფიგურაციის ჯავშანჟილეტები ბროაის სპეცდანიშნულების ძალების მოთხოვნებისთვის არის გათვლილი. ესეთი ასე აღჭურვილი მრავალფუნქციური სწრაფმოხსნადი პანელები. თვითონ პანელი დაფიქსირების დროს უკვე კრავს კამერბანდის წინა ორ მაფიქსირებელ პატარა პანელს, რომელიც ასევე წინა უკანა მხარეს ველკროთი არის აღჭურვილი და აქვს თვითონ პანელის მოსახსნელად ესეთი გასაქაშად 25 მმ-იანი ლენტით გაკეთებული სამარჯვით ლენტები. თუმცა სიტყვაზე ჟილეტის სწრაფი გახდისთვის ან თუ სიტყვაზე სწრაფი ჩაცმა გახდა გვჭირდება, არ არის საჭირო პანელის აწევა და მთლიანად, ასე ვთქვათ, მაფიქსირებელი პანელების მოხსნა. შესაძლებელია ჟილეტი
გავხსნათ ესეთი სწრაფი გახსნის ტუბებით. ესენი არის გამძლე საიარაღო პლასმასისგან დამზადებული სწრაფი გახსნის ტუბები, რომელიც ესეთი დიაგონალური ჩაქაცვით შესაძლებელია იქნას გახსნილი. ზოგადად ეს არის უნივერსალური ტუბები, რომელიც ძალიან ბევრ ჯავშანჟილეთზე გამოიყენება. ტუბები 40 მმ-იანი ტუბები, ესენი როკ-40 და როკ-80 ტიპის ტუბები არის. დამაგრებულია როგორც სამხრეებზე, ანუ ზედა ნაწილზეც შეგვიძლია სწრაფი გახსნისთვის, ეს ავარიული გახსნის სისტემა არის. ზედა ნაწილი შეგვიძლია გავხსნათ ტუბების საშუალებით და ასევე შეგვიძლია რა თქმა უნდა ქვედა ნაწილი გავხსნათ უკვე აქ 80 მმ-იანი როკ-80 არის, აქ არის წარმოდგენილი 40 მმ-იანი როკ-40 ტიპის ტუბები. ტუბები შემდგომში უკვე გრძელდება კამერბანდის ძირითადი ნაწილით. აქ დატანებულია როგორც წეგან ვისაუბრე ჩონჩხისებური კამერბანდის ჩონჩხისებური კონსტრუქცია მოლეს უნივერსალური სისტემით. აქ არის შესაძლებელი დავამაგროთ სხვადასხვა ტიპის სამჭიდროები, ხელყუბარის პატარა ზომის ჩანთები, რაციის ჩანთები, სამედიცინო ჩანთად შეიძლება გვერდზე დამაგრდეს და ასე შემდეგ. მემარჯვენე ან მემარცხენე სროლის მიხედვით სამჭიდროები და ხელყუბარის ჩანთები შესაძლებელია დამაგრდეს მარჯვენა მხარეს ან მარცხენა მხარეს. სრული შემთხვევაში გემოვნების მიხედვით შეიძლება საბრძოლოდანაც დავამაგროთ გვერდითა კამერბანდზე. შესაძლებელია კამერბანდზე დამაგრდეს ასევე ცალკეული პანელები, რომელშიც მოთავსებული იქნება გვერდითა დამცავი ბალისტიკური, რბილი ბალისტიკური პანელი და დამატებითი გვერდითა ჯავშანფილა. ჟილეტის უკანა ნაწილს რაც შეეხება უკანა პანელს. უკანა პანელი უკვე კლასიკური ტიპის მოლე უჯრედებით არის დაკომპლექტებული. აღჭურვილი ეს არის ჩვეულებრივი 25 მმ-იანი ლენტით გაკეთებული სრული მოლე, რომელიც განკუთვნილი არის უკვე ეკიპირების ისეთი ელემენტების დასამაგრებლად, როგორც არის ჰიდრატორის შედარებით დიდი ზომის ჩანთა, ან წყლის ჰიდრატორის ჩასადებად, ან შესაძლებელია სპეციალური ჯავშანჟილეტის უკანა პანელზე დასამაგრებელი ტაქტიკური ჩანთის მონტაჟიც, რომელიც აღჭურვილების სხვადასხვა ელემენტების ჩასადებად არის განკუთვნილი. უკანა პანელზე არის ასევე მზიდი მოსაქაჩი სახელური დამაგრებული, რომელიც დაჭრილის გასათრევად არის კონკრეტულად გათვლილი. თვითონ სახელური დაკერებულია უკვე ჟილეტის ძირითად მზიდ კონსტრუქციაზე, მიჰყვება კონსტრუქციას და მაქსიმალურად მყარად არის დაფიქსირებული და შეუძლია, ასე ვთქვათ, დაჭრილი მებრძოლის ჩვეულებრივად გათრევა, ისე რომ ჩამაგრების ადგილებიდან არ მოხდეს მისი მოხევა, მოგლიჯვა და ასე შემდეგ. თვითონ ზედა ნაწილში არსებული მოლე სისტემა უკანა პანელზეც და წინა პანელზეც, როგორც გითხრათ, აღჭურვილი არის ველკროთი, მხრიცით და მასზე შესაძლებელია სხვადასხვა პეიჯების, ინსიგნიების და სხვადასხვა ტიპის პატჩების, ტაქტიკური პატჩების დამაგრება. რაც შეეხება თვითონ მასალას, რა მასალითაც არის დამზადებული ჯავშანჟილეტი, ხო? ჯავშანჟილეტი დამზადებული არის ორიგინალი კორდურა 500-ის მასალისგან, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მაღალი საიმედოობის და მაღალი მედეგობის გამძლე მასალა, რომელიც პრაქტიკულად გამოიყენება ესეთი საშუალო და მაღალი დონის კომპანიების მიერ ეკიპირების ელემენტებისა და თვითონ ეკიპირების სისტემების წარმოებისთვის, როგორებიც არის ჯავშანჟილეტები, მინიმალისტური ფილის მატარებელი პლატფორმები, ეკიპირების სხვადასხვა აქსესუარები, სამჭიდროები და ასე შემდეგ. კორდურა 500-ის გარდა, რა თქმა უნდა, ძირითადი მასალის გარდა ჟილეტი დამატებით ბევრი, ასე ვთქვათ, მასალისგან იკერება. ძირითადი ნაწილი, რა თქმა უნდა, კორდურას გარდა ეს არის ჟილეტის მზიდი კონსტრუქცია, ანუ სამხედროში გამოყენებული მასალა და კამერბანდებში გამოყენებული მასალა, ეს არის სამხედრო შესრულების 25 მმ-იანი, 38 მმ-იანი და 50 მმ-იანი ვებინგები, ლენტები, რომელიც ორიგინალი მულტიკამის დაფარვით არის წარმოდგენილი. თვითონ ყველა ის მასალა, რომელიც ჟილეტში არის გამოყენებული, არის მილსპეკი, ანუ სამხედრო შესრულების და გათვლილი არის მაღალი დატვირთვების, ასე ვთქვათ, მაღალი ინტენსივობის ექსპლუატაციაზე. თასმები, რომელიც არის მოდებული, გამოგმული თვითონ ზმეიკაზე და სწრაფი გახსნის ტუბებზე, ასევე სამხედრო შესრულების, სამხედრო ხარისხის, მილსპეკი ხარისხის პარაკორდის მასალა არის. და ასევე ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა აქსესუარების ფიქსაციისთვის, ველკრო, ანუ ფრიც რო ეძახიან საქართველოში, ესეც მილსპეკი არის, ანუ სამხედრო
შესრულების. რაც შეეხება თვითონ ჟილეტის ასე ვთქვათ ზომას და მასში თავსებად ფილებს და ბალისტიკურ ფენებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჟილეტი წარმოდგენილი არის medium ზომაში, ანუ ეს არის გათვლილი medium ზომის SAP, SAP-ის და X-SAP-ის ტიპის ფილების ჩასადებად, ან მათ სხვადასხვა ანალოგების ჩასადებად. ჟილეტის ასე ვთქვათ შიდა სივრცე გათვლილი არის როგორც ჯავშანფილის ჩასადებად, ასევე ჯავშანფილასთან ერთად შეგვიძლია აქ მოვათავსოთ რბილი ბალისტიკური ფენა. იმის მიხედვით, თუ როგორი ტიპის ჯავშანფილავს ვდებთ, ორი ტიპის ჯავშანფილები არსებობს, ერთი არის standalone ჯავშანფილები და ICW ჯავშანფილები, რომელიც აი ICW ჯავშანფილები ბალისტიკასთან ერთად მოთავსდეს ჯავშანჟილეტში, სრული დაცულობა მოქცეს და standalone ფილები ბალისტიკური ფენის გარეშეც, რბილი ბალისტიკური ფენის გარეშეც შეგვიძლია მოვათავსოთ. ჟილეტის შიდა ასე ვთქვათ ფილის ჩასადები ჯიბე ფილის ფიქსაციისთვის აღჭურვილია ესეთი დამატებითი ფილის მაფიქსირებელი ლენტით ვერტიკალური ფიქსაციისთვის და ჰორიზონტალური ფიქსაციისთვის შიგნით აქვს ასეთი 100 მმ-იანი რეზინი დატანებული, რომ მჭიდროდ მოხდეს ფილის ფიქსაცია. რაც შეეხება ჟილეტის რეგულირებას ამა თუ იმ აგებულების მებრძოლის სხეულზე. რეგულირების საშუალება არის აქ ამ შემთხვევაში ორი, ერთი ვერტიკალური რეგულირების საშუალება, ანუ სამხრეები და მეორე უკვე ჰორიზონტალური გარშემოწერილობის რეგულირება. ერთი ასე ვთქვათ მარეგულირებელი არის, მეტნაკლებად მეორადი დანიშნულების მარეგულირებელი თვითონ პანელის ფიქსაცია ცოტა შედარებით ღრმად შიგნით ან შედარებით გარეთ და ძირითადი მარეგულირებელი ფუნქცია ეს არის თვითონ ჯავშანჟილეტის კამერბანდი, რომელიც გარშემოწერილობის მიხედვით შეგვიძლია უკანა ნაწილზე არსებულ ფრიწზე სხვადასხვა ასე ვთქვათ მდგომარეობაში დავარეგულიროთ და დავაფიქსიროთ. რაც შეეხება ჯავშანჟილეტის რეგულირებას გარშემოწერილობაში, გარშემოწერილობის რეგულირებისთვის გამოიყენება კამერბანდი, როგორც წინამაფიქსირებელი ელემენტები, მცირე ასე ვთქვათ შესწორებებისთვის, მცირე რეგულირებისთვის და ძირითადი რეგულირება ხდება უკანა ნაწილში. უკანა პანელი არის ესეთი კონსტრუქციის ველკროზე მაფიქსირებელი ესეთი ასწვრივ პანელი აქვს და აქ უკვე კამერბანდის დაბოლოებაში არსებული ყულფები მოდებული არის უკანა პანელზე დაკერებულ ასეთი ნახევრად მოლე უჯრედებზე, რომელიც არის გათვლილი ასეთი დინამიური ბანჯი კორდის გამოსადებლად. ამ შემთხვევაში დაყენებული არის ბოლოსწინა ყულფებზე. გარშემოწერილობის შემცირების ან გაზრდის მიზნით შეგვიძლია გადავიტანოთ და გადმოვიტანოთ ეს კონკრეტული უჯრედები რა, ან გავზარდოთ ან მოვაკლოთ. თვითონ ბანჯი კორდით ფიქსაციის სისტემა საშუალებას იძლევა, რომ ჩაცმული ჟილეტი შემოჭერილი ჟილეტი იყოს მაქსიმალურად ასე ვთქვათ დინამიური და ადამიანს არ შეუშალოს ხელი სუნთქვაში. არსებობს ზოგადად ამ ჟილეტის ერთ-ერთი სხვა კონფიგურაციაც, პირველი თაობის ამ ჟილეტების ერთ-ერთი კონფიგურაცია არის, სადაც ბანჯი კორდის მაგივრად უკვე გამოიყენება კამერბანდის ბოლოზე არსებული დაკერებული დინამიური რეზინის ჩანართები და უკანა მხარის ფიქსაცია არა ბანჯი კორდის გაკვანძვით ხდება, არამედ ხდება ფრიცზე დაყრდნილი ასე ვთქვათ პანელის წინა და უკანა მხარის რეგულირებით. რაც შეეხება უკვე ხრების რეგულირება ხდება შემდეგნაირად. უნდა მოიხსნას ესეთი დამატებითი რბილი გამარბილებელი პანელი ხრებზე კომფორტული ფიქსაციისთვის და ესეთი 38 მმ-იანი სპეციალური სამხრეების და სხვა ელემენტების დასამზადებლად გათვლილი ლენტი, რომელიც ფრიცებით ფიქსირდება ერთმანეთზე, შეგვიძლია დავარეგულიროთ სხვადასხვა სიგრძეზე, დავამოკლოთ ან შედარებით დავაგრძელოთ სურვილის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში სტანდარტულ მეტნაკლებად გამოყენებულ ზომაზე არის დაფიქსირებული. ასევე სიტყვაზე შეგვიძლია ამ სამხრეების გახსნის შედეგად დავამაგროთ ან მოვხსნათ კონკრეტულად ეს სწრაფი გახსნის ტუბები ან შევცვალოთ სხვა ტიპის სწრაფი გახსნის ტუბებით. თვითონ ჯავშანჟილეტი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამ მოდელში ღია მოლე პლატფორმით არის
წარმოდგენილი, ანუ გამზადებული არის ჯავშანჟილეტი სხვადასხვა ტიპის სამჭიდეების და აქსესუარების დასამაგრებლად. ესეთი ლაზერული ჭრის მოლე, ну ჩვეულებრივი მოლეს და ლაზერული ჭრის მოლეც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჯავშანჟილეტი წინა ნაწილში დავაკომპლექტოთ როგორც კლასიკური ტიპის სამჭიდეებით, დახურული კლასიკური ტიპის სამჭიდეებით, ერთგანყოფილებიანი და ორგანყოფილებიანი სამჭიდეებით, ასევე ჩვეულებრივი სიტყვაზე თავსაფარის არარსეობის შემთხვევაში ღია ტიპის სამჭიდეებით. ხედავთ, რომ პანელის სიმაღლე იძლევა იმის საშუალებას, რომ აი ესეთი მაღალი ტიპის გრძელი სამჭიდეც კი უპრობლემოდ დამაგრდეს ამაზე. ასევე შეიძლება ჩვეულებრივი სტანდარტული კლასიკური დახურული ტიპის სამჭიდეების დამაგრდეს უპრობლემოდ და ასევე დაფიქსირდეს უკვე მინიმალისტური ტიპის დაბალი პროფილის სამჭიდეები. პრაქტიკულად ძალიან მცირე ადგილს იკავებს ჯავშანჟილეტის პანელზე. როდესაც საუბრობდი, რომ ცვლადი არის ჯავშანჟილეტის წინა პანელი, ეს ნიშნავს რას? ამ შემთხვევაში გვაქვს ესეთი ცალკეულად გამზადებული პანელი, რომელიც არის უნივერსალური 4 ცალი უნივერსალური სამჭიდე ჯიბით წარმოდგენილი და აქვს ესეთი მაფიქსირებელი ლენტები და პლასტიკის მაფიქსირებელი. არსებული პანელი შეგვიძლია ამ კონკრეტული წერტილებიდან ჩავხსნათ და დავამაგროთ უკვე ეს არსებული პანელი ჯავშანჟილეტზე ძალიან სწრაფად, რაღაც რამდენიმე წუთი ჭირდება ამის მოხსნა დაყენებას. ეს ძალიან ესეთი სერიოზული პლუსი არის, როდესაც ერთი ჯავშანჟილეტის ბაზაზე ჩვენ ბევრი სხვადასხვა კონფიგურაციის აწყობა გვჭირდება, აწყობა და სწრაფი გადაწყობა გვჭირდება. რაც შეეხება უკვე უშუალოდ იმ ნაწილს, რომელიც განკუთვნილი არის ერგონომიული ტარებისთვის და მეტნაკლებად კომფორტული ტარებისთვის. ჯავშანჟილეტის შიდა ნაწილზე, პანელზე, შიდა ნაწილზე, აი მცირე ნაწილი არის დატოვებული კორდურათი და ზედა ნაწილში ფართობის დიდი ნაწილი დაფარული არის 8 მმ-იანი სამგანზომილებიანი მეშის მასალით. ეს არის სპეციალური მასალა, რომელიც გათვლილი არის იმაზე, რომ ჯავშანჟილეტის კონსტრუქცია, რომელიც დაკომპლექტებული არის სიტყვაზე ჯავშანფილით და სიტყვაზე დამატებითი ბალისტიკური ფენით, სხეულზე მაქსიმალურად იქნას რბილად, ასე ვთქვათ, დაფიქსირებული და ჯავშანჟილეტზე, მასში არსებულ ჯავშანფილაზე ტყვის მოხვედრის შემთხვევაში დამატებითი, ასე ვთქვათ, ჩამხშობით თვისება უზრუნველყოს ამ კონკრეტულმა მეშის სისტემამ. პლუს ამას მეშის სისტემის ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულება არის ოფლის შეწოვა, სხეულიდან გამყოფილი ოფლის შეწოვა სიტყვაზე, როდესაც ხდება ჯავშანჟილეტის ხანგრძლივი ტარება და ტემპერატურა არის მაღალი. ზოგადად ჯავშანჟილეტები, რომელსაც შიდა მხარეს მეშის სისტემები არ აქვს და პირდაპირ სიტყვაზე რომელიმე მატერია არის, ეს შეიძლება იყოს ნეილონი ან კორდურა, ბევრად უფრო ცუდი და არაერგონომიული გამოსაყენებელი არის და ექსპლუატაციაში ბევრად უფრო არაკომფორტულია, ვიდრე ჯავშანჟილეტები, რომელსაც შიდა მხარეს აქვს მეშის სისტემები, მით უმეტეს ასეთ შემთხვევაში სამხედრო შესრულების მაღალი ხარისხის მეში რაღაც უბრალო მეში, რომელსაც მხოლოდ ვიზუალური ეფექტი აქვს. ეს კონკრეტული ჯავშანჟილეტი წარმოდგენილი არის ჩვენთან ორი სხვადასხვა ზომით და სხვადასხვა ფერებით. არის ესეთი ოლივი გრინი, მწვანე შეფერილობის, არის ოლივი დრაბის და გვაქვს ყვითელი კოიოტის ფერშიც. ამ შემთხვევაში ეს უკვე არის სმოლი ზომა, რომლის წინა პანელი გათვლილი არის უკვე სამგანყოფილებიანი სამჭიდეების დასამაგრებლად და შედარებით პატარა ტანის მებრძოლებისთვის ან ქალებისთვის არის გათვლილი. და ეს კონკრეტული უკვე მედიუმ ზომაში თავსებადი არის თითქმის ყველა ტიპის ფილასთან. შესაძლებელია ზოგიერთი ტიპის ლარჯი ზომის ფილაც კი მოთავსდეს და ესეთი ყველაზე ესეთი გამოყენებადი და გავრცელებული ზომა არის სხვადასხვა ქვეყნების სპეცდანიშნულების ძალებში, საარმიო ქვედანაყოფებში და ასე შემდეგ. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, გაგრძელდება ჩვენი ვიდეოები, სადაც განვიხილავთ ეკიპირების ელემენტების და თვითონ ეკიპირების სისტემების სხვადასხვა ნიმუშებს, რომელიც წარმოდგენილი არის მაღაზია ტაქტიკალში.